გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გაჩვენებთ პროდუქტებსა და მათ ფასებს ყველაზე ძვირიანი და იაფიანი მაღაზიებიდან. Როგორც იცით, ვარ კორნელის უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი და ეს ორი მაღაზიაც აპსეით ნიუ-იორკში მდებარეობს. პირველი არის Wegmans-ი. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ზაფხულში ნაყიდი პროდუქტები. ამ დროს მგონი არავის არ გვინდა მძიმე საჭმლის ჭამა, მე კიდე მით უმეტეს. ამიტომ გადავწყვიტე ძირითადად ხილი და ბოსტნეული მეყიდა. საერთო ჯამში ახლა რასაც გაჩვენებთ, დამიჯდა $127 და 98 ცენტი. ცოტა ხანი voice-over-ით უნდა გესაუბროთ, იმიტომ რომ ჩემი roommate-ი სამზარეულოში იყო და პარკებს აშერშუნებდა. პირველ რიგში ოდნავ წესიერი პური. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ იცით ამერიკაში როგორი ტკბილი, არაპურისნაირი პურები იყიდება. ამიტომ რაც ხელში მიჭირავს, ბევრად კარგ პურად ითვლება. შემდეგ შოკოლადები, ეს შოკოლადი თვითონ Wegmans-ისა და $5 ღირდა. ხოლო ეს კი ალბათ იცით, ძალიან ცნობილი შოკოლადია. ნიდერლანდებიდან არის და ძალიან მომწონს. და ეს ღირდა $5 და $59. ქასმის გულმკერდი ღირდა $12 და $34, კვერცხი ღირს $2 და $99. ასეთ ყველს ვყიდულობ ხოლმე და კი არ მომწონს, იმიტომ რომ თვითონ პაკეტში კიდევ პარკით არის შეხვეული, მაგრამ სამაგერო ძალიან პრაქტიკული. თან მე ყოველდღიურად მიყვარს ხოლმე ყველის ჭამა და ეს ღირდა $3 და $99. თუმცა უკეთეს ყველს უფრო იაფად ალდის ნაწილში ნახავთ. სამი ცალი შავი ქლიავი $4 და $11, მაყვალი $7 და $99, მარწყვი $4 და $99. ეს რასაც უყურებთ, თეთრი ბალი ღირდა $12 და 38 ცენტი. ერთი ესეთი გრეიპფრუტი $1 და 50 ცენტი. ნესვი ღირდა $3 და 99. ბანანი ეს მთლიანად ღირდა $1 და 81. 7 და 59. არაჟანი $1 და 49. ეს ღირდა $3 და 79. შემდეგ ეს არის ვაშლატამები და 4 ვაშლატამა ღირდა $9 და 10 ცენტი. ძალიან მიყვარს შვრიის რძე და ეს ღირდა $5 და 59. მანგო იყო $2 და 58, ბულგარული 87 ცენტი. 4 ცალი პომიდორი $2 და 60, ეს შოკოლადები $4 და 99 და ხახვი ღირდა 86. ეს ღირდა $3 და 59. შემდეგ ვიყიდე ასეთი ბოული, თასი, ასე ვთქვათ, ხილისთვის და ეს იყო $5 და 99. ხოლო ეს კიდევ $5 და 59 და ძალიან გემრიელია. ტყემლის მაგივრობას მიწევს, რა თქმა უნდა, ტყემალთან ახლოსაც ვერ მოვა, თუმცა სადაც მე ვცხოვრობ, აქ ტყემალი არ იყიდება, ასე რომ რა გავაკეთოთ. ახლა მინდა გაჩვენოთ, რა ვიყიდე $50 ალდიში. უნდა დავიწყოთ კბილეულებით, იმიტომ რომ გიჟდები შოკოლადზე და ამერიკაში ჯერ არ გამისინჯა ისეთი შოკოლადი, რომელიც ძალიან მომეწონებოდა და სულ მენატრება ევროპული შოკოლადი და მით უმეტეს გერმანული და შვეიცარიული და ალდიში ვიპოვე გერმანული შოკოლადი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და ახლა გაჩვენებთ. ეს შოკოლადები, რომლებიც თითო ღირდა $1 და $79. ეს რომელიც ღირდა $3 და $59, ეს კი ღირდა $2 და 99. ეს ღირდა $2 და 99, ესენი თითო ღირდა $1 და 79. ეს ღირდა მგონი $3 და 79. ეს მაფინები ღირდა $3 და 29. ეს ბანანები ერთად 84 ცენტი. გადავიდეთ ყველზე. ესეთი გაუდა ღირდა $2 და 89, პარმეჟანი $4 და 39, ხოლო ჩედარი $2 და 69. პომიდორი $2 და 29. მანგო 59 ცენტი. მოცვი $1 და 99 და ასეთში ზოგადად 4 ან $6 ვიხდი ხოლმე და მარწყვი ღირდა $2 და 25. ამის აღნიშვნა დამავიწყდა, ეს ღირდა $1 და 79. დამავიწყდა კიდევ რომ მეთქვა ინდაურის ლორით შედიოდა ამ ფასში. ახლა კი იმ პროდუქტებით რაც ვიყიდე, მოდი სმუზი მოვამზადოთ. რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ხილი იქამდე ფუჭდებოდა, სანამ მე გამახსენდებოდა, რომ მეჭამა, გადავწყვიტე ლამაზი, სასიამოვნო და საზაფხულო სმუზიები გამეკეთებინა ყოველ დღე. კონკრეტული რეცეპტი არ გჭირდებათ, რა თქმა უნდა. თავარი ვიტყვი, რომ არის ბანანი, რომ სმუზი შეასკელოს. ისე კი ნებისმიერი კენკრა, ხილი, რაც გაქვთ, ყველაფერი მოუხდება. დღეს მე მქონდა მარწყვი, ატამი, მოცვი, ბანანი და მე ვიყენებ შვრიის რძეს. ყველანაირად უგემრიელესი გამოდის და დღესაც გაგიხალისებთ. თუ ვინმე აკეთებთ ხოლმე ხშირად მითხარით ყველაზე უცნაური ხილით, რითი გიცდიათ ან გაგისინჯავთ. On the road, I
Been away for far too long, but now I'm on my way back home. I hear the west winds calling out my name. They're telling me to head your way, down your road and past your gates. Keep your eyes on the horizon. I was looking to belong when I'd already found my home. Won't be long, I'm there before the setting sun, for you to fall into my arms, the place I call my home. ეს დღეები bittersweet არის. ლაბმეითებთან დიდ დროს ვატარებ, რადგან ორი მათგანი მინდის კორნელიდან. ერთი პოსტდოკია, რომელმაც ძალიან მაგარი პოზიცია დაიკავა ბოსტონში და იქ გადადის. მეორემ კი მასტერი დაამთავრა და ისიც ბოსტონში მიდის. ასე რომ წვეულებები, ბარში გასვლები და სეირნობა გახდა საღამოების განუყრელი ნაწილი. ჩემი მეგობარი აპარტამენტის კომპლექსში ცხოვრობს და ასეთი ლაუნჯი აქვს. აქ მოსახერხებელია ბევრი სტუმრის დაპატიჟება და ამიტომაც ხშირად მასთან ვიკრიბებით. კარაოკე გვქონდა, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, ცოტა სუიჩიც ვითამაშეთ და ტორტებიც გავჭერით. ბოლოს მორების გაკეთება გვინდოდა, თუმცა გარეთ გაწვიმდა და ამიტომ ღუმელში გავაკეთეთ. ზუსტად ისეთივე მყუდრო და გემრიელი გამოვიდა, ასე რომ ამის შემდეგ კოცონს არ დაველოდები ხოლმე მორების გასაკეთებლად. ეს იყო ამ ზაფხულს ევროპიდან ამერიკაში დაბრუნების პირველი თვე. იმედია მოგეწონათ. თუ გაინტერესებთ ამერიკაში ცხოვრების, აქ სტუდენტური ყოველდღიურობის და მოგზაურობის ამბები, შეგიძლიათ ჩემს ძალიან ბევრ სხვა ვიდეოს უყუროთ. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ სულ იოცნებოდ.